ჩვენ ყველანი ვართ აღშფოთებულები, რასაკვირველია აღშფოთებულები ვართ იმ ამბის გამო, რომელსაც შევესწარით პრაქტიკულად ასე უნდა ვთქვა. რამდენიმე საათის წინ ახლა გავხედავ თბილისის დროით არის 2 წუთები, 2:05, 2:10 წუთი. ამ დროს იწერება ჩემი ვიდეობლოგი, უკვე იყო ერთი ინტერვიუ ტაბლო მედიაზე, ჰარდ ტაბლოში. აღშფოთებულები ვართ, უნდა ვიყოთ კიდეც, იმიტომ რომ ის რაც მოხდა თეთრსახში, უპრეცედენტო ამბავია. ის რაც მოხდა თეთრსახში, ბუნებრივია ჩვენ გვიჩენს ერთგვარან მნიშვნელოვან ემპათიას, მოდი ასე ვიტყვი, ისედაც დაჩაგრული ზელენსკის მიმართ, ისედაც დაჩაგრული მერქი, იმიტომ ვამბობ ამას, რომ მისი ქვეყანა ახლა ომშია, მის ქვეყანას თავს დაესხლებ, მის ქვეყანას უჭირს, მის ქვეყანას ჯარისკაცები და არა მხოლოდ ჯარისკაცები უკვდება და ამ დროს ესე აფუშინგებს მსოფლიოს ყველაზე მძლავრი სახელმწიფოს ჯერ ვიცე-პრეზიდენტი და მერე პრეზიდენტი ევაჭრებიან, ჯერ ხო ევაჭრებიან რეალურად ამ სასარგებლო წიაღისეულ მინერალებზე და ამასაც თავი დაანებენ რაღაცა ქედმაღლურად ესაუბრებიან, თითქოს პატარა ბიჭი იყოს და პატარა ქვეყანა იყოს ეს უკრაინა თავისი ხალხით, რომელიც აჩერებდა და აჩერებს ამ ბოროტების იმპერია რუსეთს, აჩერებს მის ტერიტორიაზე და უკრაინა რომ არ არსებობდეს, არ ვიცი რამდენად ესმის ეს პრეზიდენტ ტრამპს ან ვიცე-პრეზიდენტ ჯეი-დი ვენსს, მაგრამ რუსეთი ახლა გაცილებით წინ წაწეული ქვეყანა იქნებოდა, ის იქნებოდა შეჭრილი ვინც ის ნატოს რომელიმე აღმოსავლეთ ევროპის რომელიმე სახელმწიფოშიც კი ასე მაგალითად ბალტიის რომელიმე სახელმწიფოშიც. მე ვარ ირაკლი ტაბლიაშვილი, ეს არის სწორი აზროვნება, მე გთხოვთ მოგიწოდებთ რომ ამ ვიდეოს ქვეშაც არის ჩემი ანგარიშის ნომრები TBC-ში, ჩემი ანგარიშის ნომერი ანგარიში საქართველოს ბანკში, იმისთვის რომ არხი განვითარდეს, იმისთვის რომ მე ყოველდღიურად ინტენსიურად მოგაწონოთ ხოლმე ჩემი მოსაზრებები, გაგიზიაროთ ხოლმე ჩემი მოსაზრებები ამა თუ იმ მნიშვნელოვან საკითხზე, გთხოვთ შეძლებს დაგვარათ რასაკვირველია შემეყიდოთ. ახლა კი განვაგრძოთ უმნიშვნელოვანეს, მსოფლიოსთვის უმნიშვნელოვანეს ამბავზე საუბარი და დავთქვათ შემდეგი რამები. ნებები უნდა ჩაცხრეს, ჩაცხრა მეთქი ასე ვიტყვი, მაგრამ ალბათ ჯერ ადრეა ნებების ჩაცხრობაზე საუბარი, ნებები უნდა ჩაცხრეს და შედარებით რაციონალურად უნდა განსაჯოთ ის, რაც მოხდა თეთრსახში, უპრეცედენტო ამბავი აკითხარით და რა შედეგები მოხვება ამას. ბევრი, მე ხულახდილად გეტყვით, რომ მე დავწერე თავდაპირველად Facebook-ზე და მე უკვე წავშალე საკმაოდ ისეთი მძიმე სიტყვები ჯეი-დი ვენსსა და პრეზიდენტ ტრამპზე, მაგრამ წავშალე. იმიტომ რომ ჩემი ვნებები ერთგვარად არა თავიდან ბოლომდე, მაგრამ ჩაცხრა. წავშალე და უკვე შემდგომ მე დავწერე პოსტი, რომელიც ეხება უკრაინას. უკრაინას და იმას, რომ უკრაინა მაინც გაიმარჯვებს, რაც არ უნდა მოხდეს აწი, ან რამდენად მძიმეც არ უნდა იყოს, უკვე მომხდარი. ამის მიზეზი არის ის, რომ უკვე მსოფლიო კარგად ხვდება, რომ შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია, ტრამპი კონკრეტულად და ჯეი-დი ვენსი და ალბათ რუბიოც მეთქი ასე ვიტყოდი, მაგრამ მოკლედ ტრამპი და ჯეი-დი ვენსი მინიმუმ ამ პროცესს ისე არ ხედავენ, ამ ამბავს ისე არ ხედავენ, როგორც ხედავს დანარჩენი მთელი ცივილიზებული სამყარო. მაგალითად, ფინეთის ლიდერის დუბი, მაგალითად, ზელენსკიზე აღარ ვლაპარაკობ, მაგალითად, გერმანიის ახალი კანცლერი მერცი, მაგალითად, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, მაგალითად, საფრანგეთის პრეზიდენტი, იტალიის პრემიერ-მინისტრი, სხვები და სხვები. ცივილიზებულ სამყაროზე ვლაპარაკობ და არ ვლაპარაკობ არაცივილიზებულ სამყაროზე, ასევე ცივილიზებული სამყაროს ორ სახელმწიფოზე, უნგრეთსა და სლოვაკეთსა. ანუ ფიცო და სლოვაკეთის და უნგრეთის ორბანი ცხადია ისე ხედავენ, როგორც ტრამპი, სამწუხაროდ ესე ვიტყვი. და რას ხედავენ? აი სტუბი მაგალითად ფინეთის ლიდერი ამბობს შემდეგ რაღაცას, რომ ეს იყო შეჭრა. ეს არის შეჭრა უკრაინელი სუვერენული ქვეყნის
უკრაინის ტერიტორიაზე და რაც უნდა მშვიდობის დამყარებას ეცადოს ახლა ვინმე თუ მშვიდობა უსამართლო პრინციპებზე იქნება დაფუძნებული ეს მშვიდობა რომს დამყარდეს იქნება დროებითი ანუ შეიძლება ტრამპმა ეგეც აღარ მგონია სიმართლე გითხრა მაგრამ თეორიულად შეიძლება გააჩეროს ომი ბრძოლა სისხლის ხრა მაგრამ ეს გაჩერება იქნება 3 თვიანი 4 თვიანი 6 თვიანი კარგი 1 წლიანი მაგრამ წელიწადისა და 2 თვის შემდეგ 14 თვეში ანუ ხო საუბარი მოქმედებები აუცილებლად განახლდება თუ სამართლიან მშვიდობაზე არ იქნება დაფუძნებული შეთანხმება. სამართლიანი მშვიდობა კი ვერ მიიღწევა მანამ, სანამ რუსეთი არის ამგვარი და რუსეთი არის ამგვარი, მანამ მინიმუმ, ვიდრე არის ამ ქვეყნის სათავეში ეს შლეგი, ავადმყოფი, იმპერიალისტი, რევანშისტი, რევიზიონისტი და ასე შემდეგ და იმპერიალისტი, პუტინი და მისი ეს ჯგრო კამანდა ბანდა. მოკლედ ეს ტრამპს ვერ გაუგია. ეხლა რა არის რა დავწერებები? უკრაინა მაინც გაიბარჩევს, იმიტომ რომ უკრაინას აქვს საკუთარი რესურსები, რომ გაიმარჯვებს ასტიშნავს. გაიმარჯვებს არა მაინც და მაინც ხვალზე, არამედ გაიმარჯვებს დროთა განმავლობაში, გარკვეული პერიოდის შემდეგ, თუნდაც 28 წელს. ანუ რუსეთი მათ შორის იმიტომ რომ რუსეთი თავად სუსტია, ვიდრე იმაზე სუსტია, ვიდრე იყო 2022 წელს, რუსეთი უკრაინის დედაქალაქს კიევს, აგრეთვე ხარკოვს, ლვოვს, ოდესას და ბევრ სხვა მნიშვნელოვან ტერიტორიას უკრაინაში ვერ აიღებს, ვერ დაამხობს ზელენსკის მთავრობას. დამოუკიდებელ უკრაინას, რუსულ დროშას ვერ ააფრიალებს კიევის თავს. სანამ რუსული დროშა აფრიალებულა კიევის თავზე, რაც ვერ მოხდება, ვინც რუსეთს საკუთარი ძალებით არ ყოფნის, მანამდე უკრაინის სახელმწიფო არსებობს და მანამდე უკრაინის სახელმწიფო რომ არსებობს, ის იბრძვის, ვინც არ უნდა იყოს მისი ლიდერი. არხის დონაციის ანგარიში გამოჩნდა, როგორც ნახეთ, TBC-ის და ასევე საქართველოს ბანკისა, გთხოვთ კიდევ ერთხელ რომ დაბიჭიროთ მხარი ნებისმიერი თქვენთვის შესაძლებელი თარგით. უკრაინა იბრძოლებს, მას აქვს საკუთარი რესურსის და ევროპელებიც, რომელმაც გამოიფრიკეს ყური და გაანძრიეს ხელფეხი, მას უკრაინას დაეხმარებიან. მით უმეტეს დაეხმარებიან ახლა, როდესაც მიხვდნენ და დაინახეს, რომ ტრამპი გარკვეული პერიოდის შემდეგ ვალდებულია, რომ დაეხმაროს უკრაინას, ამაზე მოაწერა ხელი 2-3 დღის წინ, ანუ გააგრძელოს დახმარებები, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ შეიძლება ტრამპის ამერიკა გავიდეს ამ პროცესიდან, თუმცა ამაშიც გულახდილად გეტყვით ეჩვეუება რატომ? იმიტომ რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, გერმანიის კანცლერი, საფრანგეთის ლიდერი, პოლონეთი, რომელიც ესოდენ უყვარს დუდას გულისხმობ ამ შემთხვევაში პრეზიდენტ ტრამპს, პოლონეთი სხვები ამ პროცესში ჩაერთვებიან, გიგვირდება და ერთ ქვეყანას ვახსენებ. შავ ზღვაში არ უნდა რა რუსეთის დომინაცია. ამ პროცესში ჩაერთვება რუსეთის ოდესღაც და ეხლა შესაძლოა სიტუაციური პარტნიორი თურქეთი, რომელიც არ არის ბრიქსის წევრი, მაგრამ მიიპარება ტექნიკურად, ესე ვიტყვი, თუმცა არის 3+3-ის წევრი რუსეთთან. ერთგვარად სიტუაციური პარტნიორი, მასთან რამდენიმე ეკონომიკური პროექტის ავტორი, გასცადენის იგულისხმება პირველ ყოვლისა, მაგრამ შავ ზღვაში ერდოღანი არ დაუშვებს რუსეთის დომინაციის აღდგენას. აღდგენა უნდა ვახსენო შეგნებულად ეს სიტყვა, იმიტომ რომ რუსეთის მე-6 ფლოტის პრაქტიკულად განადგურების შემდეგ რუსეთის შავ ზღვაზე დომინანტი სახელმწიფო უკვე აღარ არის. თუმცა ამ თვალსაზრისით ერდოღანი უფრო აქტიურდება და პროევროპულ პოზიციებს დაიჭერს ეს ჩვენი მეზობელი სახელმწიფო. ანუ მერცი, ერდოღანი, მაკრონი, სტრამერი, იაპონიას ექნება ძალიან საინტერესო პოზიციები, ხომ ძლიერ სახელმწიფოებს ვასახელებ და არა მხოლოდ ნატოს წევრებს, ხო? აგეთ იაპონია სულაც არ არის ნატოს წევრი სახელმწიფო. სხვები ესენი იქნებიან უკრაინის სერიოზული მხარდამჭერები. რატომ იაპონია? იმიტომ რომ თუ თეორიულად მოხდება რუსეთის პროექტის გამარჯვება, ეს ჩინეთს აძლევს მაგალითად ტაივანის დაპყრობის ჭყალებში უფლებას. ეს ჩრდილოეთ კორეას აძლევს სამხრეთ კორეაზე იერიშში მიტანის უფლებას. ეს ართულებს ჩინეთ-იაპონიის და ჩრდილოეთ კორეა-იაპონიის ურთიერთობებს მნიშვნელოვანწილად, ხო, აღმოსავლეთში. ამიტომ იაპონია აქტიური მოთამაშე იქნება. ეხლა მაინც იაპონიაზე კი არ ვსაუბრობ, უბრალოდ ვხსნი, რომ ეს ტრამპის დალაგებულობა არ გამოვა. მათ შორის, იმიტომ რომ კონგრესმენები და სენატორები, ანუ დემოკრატია,
ისედაც აღშფოთებული ტრამპის აი ამ რასწორი მესიჯებით, რომელსაც ხოლმაშორის ტრამპი ძალიან ხშირად ცვლის, აცვლევინებენ. ეს დემოკრატია, ანუ რესპუბლიკელი და ამერიკელი და დემოკრატის სენატორები, კონგრესმენები, სენატორები, მას მესიჯს დააბალანსებინებენ, აქაც JD Vance-ის ბრალია, მეთქი ასე ვიტყვი, რაც მოხდა. სამწუხაროდ ვიცე-პრეზიდენტი JD Vance-ის ბრალია, რომელიც მანამდე 2 დღით ადრე ბრიტანეთის პრემიერს ტრამპთან შეხვედრის დროს ჩაერია ბრიტანეთს სიტყვის თავისუფლება და უწუდა რა წარმოიდგინეთ JD Vance-მა და უწუდა ბრიტანეთს სიტყვის თავისუფლება იქ უბრალოდ სტრამერს ზელენსკისაგან განსხვავებით იყო დიპლომატია. სტრამერს იყო დიპლომატია, რომ ისე ტექნიკურად ეპასუხა JD Vance-ისთვის, რომ კონფლიქტი პრემიერსა და ვიცე-პრეზიდენტს შორის არ მომხდარიყო. რატომ უნდა მოსთხოვო მეორე მხრივ ესეთი მაღალი high class-ის დიპლომატია ზელენსკის, რომელიც არ არის სისტემური პოლიტიკოსი, ეს ერთი არ არის. ახლა სხვა სფეროდან მოსულია, თუნდაც დავასახელებ. მსახიობი იყო, იქიდან მოსულია. ოღონდ გმირი კაც, გმირი ლიდერად იქცა, ხო? ეს ერთი. და ანუ ეს არა აქვს რაღაც კლასიკური დიპლომატიური სკოლები გავლილი სტრამერის მსგავსად. JD Vance-ის მსგავსად, თუ გნებავთ ესე ვიტყვი. და თან გარდა ამისა ემოციური ფონი არის ძალიან მაღალი, ხალხი უკვდება ამ ზელენსკის. და შენ აქ ხა აფუშინგებ ამ შემთხვევაში JD Vance გულისხმობ, ხო? სტრამერი გააგიგებს კი არა აცდება ამ ყველაფერს, ხოლო შენ თოლ ზელენსკი ვერ აცდება ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ემოციური ფონი არის მაღალი. აქ ჩაერია ტრამპი იცით თქვენ ამ პროცესში და მოხდა ის რაც მოხდა. ეხლა რატო მოიგებს უკრაინა, რატო გაიმარჯვებს ამ პროცესში? აქ იგითხარით, რომ ყველაფერი დინამიკაა. და ის რაც დღეს გვამწუხრებს, ხვალ სასაცილოდ არ მოგვეჩვენება მაინც და მაინც, მაგრამ ხვალ სიტუაცია შეიძლება. წარმოიდგინეთ, მაკრონი ურეკავს ეხლა ხვალ პირობითად ტრამპს და ურთიერთობის დალაგებისაკენ მიხავს და ვალდებულია ევროპის წინაშე, მსოფლიოს უსაფრთხოების წინაშე, მაკრონი ან სტრამერი ან მერცი დაურეკოს სწორედ, დაუკავშირდეს სწორედ პრეზიდენტ ტრამპს და უთხრას, რომ მესმის, რომ ტრამპი ეთქვის. ასაც ეთქვის, მაგრამ მსოფლიო ჩაერევა ამათი ურთიერთობების დალაგებაში. თუმცა ეს აიოლი ცხადი არ იქნება, ამასაც ვიტყვი. ამერიკის დემოკრატია ტრამპს შეუტევს, მერკი უკან დაახევინებს, მერკი ეს დავწერე. პროცესში ჩაერევა ერდოღანი, მერკი ესე ვთქვი. გერმანიის ახალ კანცლერს ჯერ არ უთქვამს თავის სიტყვა, მერკი. შეუტარებლად სუსტია რუსეთი, ვიდრე 2022 წელს იყო, მერკი ესე ვთქვი. მაგრამ ამასაც თავი დავანებოთ. იმდენად ეზიზღება, ჩავხედოთ, სუსტი ციტატა რომ მოვიშველიოთ. იმდენად ეზიზღება ზელენსკის პუტინი, რომ მათ შორის მშვიდობა ვერ წარმომიდგენიაო, სულ ციტატას ვერ ვიხსენებ, კი არა, ვერ მივაგენი, მაგრამ დაახლოებით ეს შინაარსია. სწორია და შეუძლებელია ზელენსკის არ ეზიზღებოდეს პუტინი. იმიტომ რომ 2022 წლის 24 თებერვალს და მანამდე 2014 წელს და მთელი ამ მინსკი 1, მინსკი 2 რაღაც შეთანხმების პირობებში, პერიოდში რუსეთი იყო აგრესორი. 2022 წლიდან რასაც აკეთებს ჩადის, ეს არის კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული. ტრამპმა თუ ეს ვერ გაიგوار, ვერ გააგებინა, ვინმე სამწუხაროდ. ეს ძალიან ცუდია. ხო. ამასობაში ახარ ხარდნენ რუსეთში, ცხადია პირველ ყოვლისა გულისხმობ მედვედევს და მედვედევს ალბათ არ ჩამორჩება არც ლავროვი უკვე ხვალზე კან უკვე დღესაც შეიძლება აღარ მინახავს ან ცხები და ცხები. პირველად ტრამპმა კლოუნს სიმართლე პირისპირ უთხრა, კიევის რეჟიმი მესამე მსოფლიო ომს ეთამაშება. ამბობს მედვედევი. და იქვე ადასძენს, რომ ეს კარგიაო, რაც მოხდაო, მაგრამ არ არის საკმარისი, უნდა შეაჩეროთ სამხედრო დახმარება ნაცისტური ომის მანქანისთვისო, ანუ უკრაინისთვისო. ხო? ეხლა უყურეთ, მესამე მსოფლიო ომს ეთამაშება. დიახ. ეხლა მე ვიტყვი უცნაურ რამეს, მესამე მსოფლიო ომთან თამაშია ეს ყველაფერი და რა საქმეველია უნდა შეჩერდეს, მაგრამ თუ უკრაინამ უნდა გაისიგრძეგანოს, რომ ეს არის მესამე მსოფლიო ომთან თამაში, ბუნებრივია, რომ ეს უნდა გაისიგრძეგანოს უფრო ბირთვულმა სახელმწიფო რუსეთმა. არის ესეთი ავტორი Financial Times-ში იყო, ახლა არ მახსოვს, სად არის მაქს ფიშერი, რომელიც ერთჯერ არ იყო უკრაინის ომი, დაახლოებით 10 წლის წინ წერდა მას აკუზარბაზარი
ახასიათებს უზარმაზარი წერილები, სტატიები. და დაწერა მაქს ფიშერმა ამგვარი გამ რომ თამასაო ბირთვული იარაღის გამოყენებისო პუტინმა ისე დასწია ბრეჟნევისაგან ასე მაგალითად გორბაჩოვისაგან გორბაჩოვი არ წაპირებდა არც ბრეჟნევი არ აპირებდა მაგრამ აი ხო იყო რაღაც როგორ არის ქართულად შეიარაღებაში შეჯიბრი ხო შეიარაღება კონკავა არუჯი არის შეიარაღება შეჯიბრი ისე დასწიაო პუტინმაო რომ აი ხვალზე შეიძლება მართლა ფრახტა დააჭიროს თითი და იქო მაინცო ბრეჟნევის პერიოდში მაგალითად იყო ერთმანეთის შეკავების მექანიზმები ჩართული. აი შენ იცვი, მეც ვიცვი, ამიტომ მოდი შენ არის და არ კარგი არ ვიცვი. აქ პუტინმა ფეხებზე დაიკიდა ესო, ჯერ კიდევ როდესაც მაქს ფიშერი აქვს. რუსები ხარობენ დღეს რასაკვირველია, მაგრამ ხარობენ პირველ ყოვლისა იმიტომ რომ მათ გონიათ რომ ამერიკა გამოეცალა უკრაინას. რაც რასაკვირველია ასე კი მძიმესი ვითარებაა, მაგრამ ასე არ არის. ხო რაღაც სხვა რამის თქვა მიდოდა, ხო გამოფხიზლებულ მეთოდებს მიდოდა რაღაც ის თქვა, მაგრამ მაინც გაგიჟდა მთელი მსოფლიო ამასობაში. ამერიკელი არამარტო პოლიტიკოსები კალიფორნიის სენატორმა გააკეთა უმძიმესი განცხადება. სხვები აკეთებენ უმძიმეს განცხადებას სამარცხვინოს უწოდებენ ხშირ შემთხვევაში პრეზიდენტ ტრამპს. ეხლა და ვისა მე დავასახელებ 60 თამაშის ვინ შეიძლება ჩაერიოს ამ პროცესში და ვის იმედით შეიძლება გქონდეს. ეს არის მაკრონი აქ გითხარით, ეს არის კანცლერი მერცი, რომელიც არ შეხვედრია, ეს არის კლავ სტრამერი, ეს არის ერდოღანი, ამერიკის დემოკრატია. და სამოქალაქო საზოგადოება. დიახ, სამოქალაქო საზოგადოება და ამერიკის დემოკრატია, ამერიკის საზოგადოება, რომელიც შესანიშნავად ხდება, რომ ტრამპმა უბრალოდ მიაფუშინგა მიაწვა, მიჭყლეტვა სცადა, პატარა ბიჭისა მასთან შედარებით პატარა ბიჭი ზელენსკისა, ის მიაწება და მიაწება ხვალზე უკვე ტრამპს, ჯიუტი კაცია ტრამპი. ერთის მხრივ, მაგრამ მეორე მხრივ ცვალებადი კაცია და მე გავბედავ და ვიტყვი რომ ცნაური პროგნოზი უნდა გავაკეთო. ვინ იცის, იქნება მარკო რუბიოც კი ახმამაღლდეს უახლოეს ხანებში წესითად არიგით. აი თუ ეს ყველაფერი ერთად შეიკრა ტრამპი დაიწყებს განტევების ვაცის ძიებას. და განტევების ვაცი კი ჩვენს შემთხვევაში, ამ შემთხვევაში იქნება ვინ-ვინ, საკუთარ თავს ხوار დააბრალებს, გაგიკვირდებათ და ჯეიდი ვენსი. ამიტომ მე არ პროგნოზირებს ხადია, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ჯეიდი ვენს ესე ვიტყვი, ტრამპი რომელიც ყველას აწერინებს განცხადებას ისედაც ხო დააწერინონ განცხადება. ეხლა მომივიდა მე რაღაც შეტყობინება. ვაშინგტონის დროით 18 საათზე პრეზიდენტ ზელენსკის ინტერვიუ აქვს Fox-თან, ბრედ ბეართან. პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა შესახებ პრეზიდენტმა ტრამპმაც იცის მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზელენსკის ვაშინგტონიდან წასვლამდე მოლაპარაკებების გადახდება ჯერ ისევ შესაძლებელია. წარმოიდგინეთ, აი ხო ეს დაუწერია ჩემს მეგობარ ია მეორმიშვილს. აი 4 საათის წინ არასრული იყო აი ეს მდგომარეობა და ახლა როცა აი ამ ვიდეოს თქვენ ნახულობთ, შეიძლება უკვე ახალი მოლაპარაკებებია გამართული. ელვის სისწრაფით და კალეიდოსკოპური სისწრაფით იცლება ვითარებები. ნუ მეც ავყევი ემოციებს. ნუ გავაგრძელებთ შეერთებული შტატების პრეზიდენტის მათ შორის კრიტიკას, ჩვენ თვისაც ეს ჩვენს ეროვნულ ჭრილში არის მეტად სახიფათო და არასწორი. ცხადია ვიმეტაბლიაშვილის პოსტი მას არ მიუვა, მაგრამ მაინც ეს განსაკუთრებით პოლიტიკოსები იგულისხმებიან ან ოპინიონ მეიკერები საზოგადოება ესე ვიტყვი. ამიტომაც წავშალე ჩემი ფრიად აღშფოთებული პოსტი ტრამპის წინააღმდეგ და ჯეიდი ვენსის. ჩვენ დავიწყალ მაგზოთ რასაკვირველია უნდა პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინის მხარდაჭერა ამ გმირი ხალხისა, გმირი ქვეყნისა და გმირი პრეზიდენტისა. რაციონალური დასაბუთება იმისა, რატომ არის უკრაინა მძიმე დღეში და რატომ უნდა დაუჭიროს მას მხარი ამერიკამაც და ევროპამაც და ყველაფერს დავაკვირდეთ დინამიკაში. 10 დღის წინ პრეზიდენტი ზელენსკი ტრამპის შეფასებით იყო დიქტატორი. 3 დღის წინ
პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა დაახლოებით ეს გააუბაძა. მე ვთქვიო, რომ დიქტატორი იყო. მე ვთქვიო ესო. რას ამბობთ? დღეს გავცელდა ამგვარი ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა პრეზიდენტ ზელენსკის უთხრა, რაც შეიძლება მალე დატოვე ოვალური კაბინეტი კი თეთრი სახლი. თქვათ დადასტურდა ეს ინფორმაცია. არ გამორიცხოთ, რომ 8 დღის თავზე პრეზიდენტმა ტრამპმა მისესთა გამოთქვას, რომ მე ვთხოვე პრეზიდენტ ზელენსკის ოვალური კაბინეტის დატოვებაო, ან იმას ინციდენტს ეძახით თქვენო. ამიტომ ყველაფერი შეიძლება მოტრიალდეს. ერთი რამეა მთავარი, რომ მთავრესი მაინც ესე ვიტყვი, რომ სოფლიო ვერ დაუშვებს რუსეთის იოტის ოდენა გამარჯვებასაც კი. იმიტომ რომ რუსეთი ეს მუცელ ამოუყორავი ქვეყანა არ პირველ რიგში არ ასრულებს არანაირ პირობას, შეთანხმება, ხელშეკრულებას, შეთანხმებას და ასე შემდეგ. ეს ერთი. მაგრამ მეორე რაც და ასევე მნიშვნელოვანი რაც არის, როგორც კი მას დაუთმებ იოტის ოდენას, დონეცკს, კუპიანსკს, ლუხანსკს, ეს დონეცკი და ლუხანსკი ქალაქებია ხო? როგორც კი დაუთმებ, მოდის წინ. ამოსუნ თქვა უნდა ახლა მას იმისთვის, რომ ოდესაზე მიიტანოს. ამოსუნ თქვა უნდა ახლა მას იმისთვის, რომ დნეპროპეტროვსკზე მიიტანოს. ამოსუნ თქვა უნდა ახლა მას იმისთვის, რომ ხარკოვზე მიიტანოს იერიშები. ომი გარდაულად გაგრძელდება. მე მესმის, რომ ადამიანები არ უნდა იხოცებოდნენ ტრამპის ეს უბჭყალებოდ კეთილშობილური სურვილი. მესმის. ბევრია ამგვარი მსოფლიოში, ჩვენ სინამდვილეშიც რასაკვირველია და ასე შემდეგ. მაგრამ ომი გაგრძელდება. ხო, და ბოლოს პარემ ვიტყვი 23 წუთი და სახლის დატოვების შემდეგ იცი თქვენ პრეზიდენტმა ზელენსკიმ გააკეთა განცხადება კონგრესს და ამერიკელ ხალხს გადაუხადა მადლობა მხარდაჭერისთვის. და თქვა ალბათ მნიშვნელოვანი სიტყვები, ალბათ კი არა ნამდვილად. უკრაინას სჭირდება სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა და სწორედ ამ ბიზნესთვის მუშაობთ. ამ მუშაობაში იქნება დისონანსები, მაგრამ უკრაინა არ დამარცხდება, უკრაინა გაიმარჯვებს, ხოლო დამარცხებით თუ ვინმე დამარცხდება, ადრე თუ გვიან და უფრო ადრე ვიდრე გვიან არის დედასადგილებელი რუსეთი. ნახვამდის.